და მამაკაცი. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა, ვინც გვისმენთ FM 102-სა და 4-ზე. ერთკვირიანის შესვენების შემდეგ სრულიად გაბადრული სახით დავბრუნდი პირდაპირ ეთერში. ქეთისთან ერთად ყოფნა ძალიან მიხარია, ჩვენ ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას ქალი და მამაკაცი. გამარჯობა, დათო, ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი, თუმცა ეგ ადგილი სადაც იჯექი ბევრად უფრო მომწონდა, რა თქმა უნდა. დაგითმობ, არ არის პრობლემა. იყო ასე პირდაპირ ზუსტად წელიწად ნახევარია, მაგრამ ადგილი წავდი. და მაშინაც პირდაპირ საათში. ესე იგი ასე მივილწვით ქალები მამაკაცის ადგილები. აი, ყველაფერში გენდერია ჩვენთან ჩვენს გადაცემაში. აი, ყველაფერში აბსოლუტურად. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა უნდა მივუძღვნოთ ძალიან საინტერესო რამე მოვიფიქრეთ მე და დათომ. ამას წინათ საუბრობდით ესეთ რამეს, რომ როდესაც მე და დათომ ერთად დავიწყეთ მუშაობა, მე ჩვენი გზები გაიყარა, მე სხვა გადაცემა მიმყავდა ტელეში დათოს რაღაცა პეპი თუ რაღაცა მე კიდე სხვა გადაცემა მიმყავდა მე დათო დილის პროგრამაში იყო და ბოლოს რომ შევიყარეთ, მაშინ რომ გავარკვიეთ დათო როდესაც ვნახე ქალაქში, ანუ გარეთ, სტუდიის გარეთ, მაშინ როცა ერთად აღარ მუშაობდით, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ბიჭი იყო, ჰქონდა მწვანე თვალები, საერთოდ ძალიან სიმპათიური ადამიანი იყო, რომელიც ასე მეჯდა 3 წელი სტუდიაში და ვერც აღვიქვამდი. საერთოდ სქეს ვერ აღვიქვამდი, იმიტომ რომ დილას 6 საათზე რო დილის გადაცემა მოგეხსენებათ. არამოუდგენელია რომ დააფიქსირო და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტიკას ძირითადად სქესი არა აქვს. ძირითადად. ისე რომ აი რაღაცა კოლეგებს ძირითადად არა აქვს სქესი. მოკლედ ჩვენ ახლა დღეს დავპატიჟეთ ეთერში ადამიანები, რომლებიც ასე ერთ ოთახში დილის 7 საათიდან სხედან კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გოგონა დავპატიჟეთ, რომელიც მარტო გამოუშვა თავისმა ყოფილმა პარტნიორმა. მოკლედ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან დილას რო ეთერში მათ უსმენდით და უყურებდით სოფო გოდუაძე, ნიკა ლობილაძე, ანუ თავაკნაძე ჩვენი თაკალანძე იცი მეც მიჩვეულობ ჩემი გვარის დამახინჯებას, რომელიც მარტო გვეწვია და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რას ნიშნავს პარტნიორობა ეთერში. პარტნიორობა ეთერში ის არის რა ქვია, არა მხოლოდ ჩვენს რაღაც საიდუმლოებს მოგიყვებით და რა თქმა უნდა თქვენგანაც ველით ძალიან ბევრ ზარს, რადგანაც მე მაგალითად მახსოვს, როდესაც თქვათ მე და კეთი ეს დავიწყეთ, კეთი მაშინ იყო რაღაცა მსმენელები რო გვირეკავდნენ იმ გასული პერიოდის შეფასებას აკეთებდნენ, აი თქვათ შენ და ლანა რაღაცა ესე აკეთებდი შენ და კეთი სხვანაირად, ანუ თქვენ როგორც მსმენელი აფასებთ ხოლმე წვრილში მუშაობას, როგორც წვრილის ერთ მთლიანობას და ხანდახან რაღაცა ასე ვთქვათ ეს თქვა უყვართ ხოლმე როტაცია რო ხდება ხოლმე თუ რაღაცამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მე თავიდან იწყებთ ხოლმე შეფასებას, ასე რომ დღესაც ველით თქვენს ზარებს ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 240 92 92. წყვილი წამყვანი როგორი უნდა იყოს თქვენთვის ყველაზე მისაღები. ერთმანეთს რომ ლაპარაკს არ აცდიან, ან პირიქით არც ერთი რომ არ ლაპარაკობს და არ გაიქნება რომელიც ლაპარაკობს. ან სულ ერთი ლაპარაკობს და მეორე ამბობს ხანდახან. მე სპორტულად ეგრე ხანდახან. მე რო არ ვასდი დათო ტაქტიანად ამას იტყვის და მე მახსენდება რომ დავათა და ეს ნიშანია იმის რომ დათო მილაპარაკოს ესე იგი. ეს ნიშანი რჩება ხოლმე ხმამღაღადებლისა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში. თქვენთან როგორ არის სოფო? მე რაც მიყურებიან მისმენია სულ ძალიან დაბალანსებული. კი, მე ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი და მედი მქონდა რომ არ ჩამომართმევდით რაღაცა არათანმდაბლობაში, ჩემი დანიკას შემთხვევაში ნამდვილად ასეა, ძალიან დაბალანსებულად ვფიქრობ რომ მიყვავს ეთერი. რაც თავარი არასდროს აი ეთერში შესვლის წინ არასდროს არ ვათანხმებთ რომ აი ახლა მე ამას ვიტყვი, შენ ეს თქვი. რაღაცნაირად თავისთავად ისე ხდება რომ ალბათ ერთმანეთს ვუსმენთ ყურადღებით და ხშირ შემთხვევაში აი რაღაც საჭირო სიტყვებს და საჭირო ფრაზებს სწორედ იქიდან გამომდინარე რომ ვუსმენთ, ალბათ მე ვაწვდით ერთმანეთს და რაღაცნაირად პინგ-პონგის თამაშს გავს ხოლმე ჩვენი ეთერი, მე მგონია ასე უფრო სასიამოვნოა მოსასმენად, ვიდრე ალბათ სულ მუდამ ერთი რომ მონოლოგს კითხულობდეს და დიალოგი ყოველთვის საინტერესოა. თუმცა ერთს ვიტყვი რომ მაშინ როდესაც მე და ნიკა პირველად მოხვდით ეთერში, შეიძლება ეს იყო ის დრო, როდესაც შეიძლება უფრო მეც მე ვლაპარაკობდი, იქიდან გამომდინარე რომ ნიკასთვის რადიო სივრცეში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სივრცეში პირველად მოხდა ასე, უფრო ტელესივრცეს იყო მიჩვეული
და ერთგვარად ანუ გავუკვალე გზა როგორი შეიძლება და ყოფილიყო ეთერის წაყვანა მაგრამ მინდა გითხრათ რომ დღეს უკვე ჩემთვის ნიკა არის ძალიან საიმედო პარტნიორი და ძალიან ბევრ რამეში მას ვეყრდნობი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს ეთერებში მე ვარ ხოლმე მისი მსმენელი ვიდრე თავიდან როგორც მე მივხვდი ბიჭმა არ ინერვიულოსო და შენ თავზე აიღე ჩემ თავზე ავიღე მაგრამ თურმე სანერვიულოდ საქმე არ მქონია ნამდვილად თუმცა სიმართლე გითხრათ არისტოტელემ ალექსანდრე მაკედონელი კარგი იყო შედარება ვიდრე ნიკას გავიცნობდი ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ მანამდე სხვა ადამიანთან ვიჯექი როგორ თავიდან ხო არის ფიქრი ამაზე გამორიცხულია თქვენ მე რომ მითხრან რომ რაღაცა სხვა სადმე რა მოცა აი შენ და ვიღაც იქს პიროვნებამ რაღაც უნდა წაიყვანოთ იმ წუთში იმ რაღაცაზე კი არ ვიწყებ ფიქრს იმ იქს პიროვნებაზე ვიწყებ ფიქრს იმიტომ რომ მასთან ერთად მე იმშაო ხო სანამ ნიკას გავიცნობდი და ეთერში დავსხდებოდი სულ ნერვიულობდი რომ აი როგორ შევთამაშდებოდით ასე ვთქვათ ეთერში იმიტომ რომ ცალკე აღებულია მართლა X და Y ადამიანები შეიძლება კარგადაც აზროვნებდნენ კარგადაც მეტყველებდნენ მაგრამ ეთერში არ შედგეს ხო მათი ურთიერთობა და პარტნიორობა მაგრამ ჩემი მოლოდინები ნიკამ ნამდვილად გაამართლა იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ მოსაუბრია მოაზროვნეა და მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს რომ ისი მოსმენა ეთერში ძალიან მიყვარს შენ გაქვს ძალიან ისეთი კარგი ფეხი იმ ადამიანებისთვის ვინც შენ გვერდიძის ეთერში პირდაპირ პარლამენტში მიდიან ხოლმე აი ნიკას ალბათ გამოიყენებს ამ შეარაპირებ არა ნამდვილად არ ვაპირებ ხო აი როდესაც წყვილებზე საუბრობდით მე მგონი მსმენელისთვის მაყურებლისთვის ბუნებრივია ის რომ არაცალკევებენ მეწყვილეებს ხო მათთვის ამ გადაცემის წამყვანები არ არიან ქეთი და დათო არის ეს ერთობლიობა რასაც ისინი უსმენენ ისევე როგორც მე მგონი ჩვენს შემთხვევაში ამიტომ ხო რიგ შემთხვევებში ცოტა არ იყოს მტკივნეულად გადააქვთ ხოლმე როტაცია როგორც შენ ახსენე და ეს მე გამოვიარე სეზონის დასაწყისში თან ეს არ იყო 1 და 2 კვირა დაახლოებით 3-4 თვე გრძელდებოდა როდესაც ზაზას ხუციშვილის ესე მსმენელები და თაყვანისმცემლები რეკავდნენ და ამბობდნენ რომ აი ზაზა უფრო კარგ მუსიკას გვასმენინებდა კი ეს არის ბუნებრივი ხო ეს ბუნებრივი არის ადამიანები რასაც ეჩვევიან ის უნდათ იმას უნდათ რომ მოусმინონ იმას უნდათ რომ უყურონ ხო თუმცა აი რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაცნაირად მე მგონი ხერხდება ის რომ ჩანაცვლდეს ერთი ადამიანი მეორედ და შესაბამისად წყვილი ისევ აღიქვან წვილად და არა ცალკეულ სუბიექტებად მე მგონი ესეც არის ის რისკენაც ჩვენ მივდივართ კი ხო ამდენად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმ ადამიანის შეცვლა რომელიც ძალიან უყვარდათ რადიოს მსმენელებს რთული იყო ზოგჯერ და ხო როგორც უკვე აღნიშნეთ ცოტა ხანი არ გაგრძელებულა ეს მაგრამ მე მგონი ჩამოგვიყალიბდა მე და სოფოს როგორც წყვილს ისეთი ურთიერთობა მსმენელთან და მაყურებელთან საეთერო ურთიერთობას გულისხმობ ხო საეთერო ურთიერთობა რა თქმა უნდა როგორც ჰქონდა თქვა სოფოს და თან ერთ დავამატებ თუ შეიძლება ჩემი და ნიკას შემთხვევაში ძალიან საინტერესო რა მოხდა ის რომ ნუ გარდა იმისა რომ თქვა ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ საერთო ინტერესებიც აღმოგვაჩნდა თქვა აი ეს მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იგივე თემების მომზადების კუთხითაც აი ნიკა ამბობდა ერთხელ რომ აი როცა მოვდიოდიო რადიოში ვფიქრობდიო რომ ტექნოლოგიების შესახებ გამეკეთებინა რუბრიკა და აღმოჩნდა რომ დავხვდი მე ამ რუბრიკით მე თავად მინდოდა კინოს შესახებ რუბრიკის გაკეთება და აღმოჩნდა ნიკა რომელსაც ძალიან კარგი ცოდნა აქვს ამ სფეროში და შესაბამისად აი ესე ჩვენი ინტერესები რომ გადაიკვეთა ამა თუ იმ თემაზე საუბრის დროს რომელიც თქვა არის ჩემი რუბრიკის თემა არ არის ისე რომ მხოლოდ მე ვსაუბრობ ნიკა აქტიურად ერთვება მე მის რუბრიკაში აქტიურად ვერთვები ხო შესაბამისად ანუ ეს ინტერესების გადაკვეთაც ძალიან მნიშვნელოვანია აღმოჩნდა მსმენელები გველოდებიან ბოდიში მოხდით შეგაწყვეტნით თუ შეიძლება ჩვენ ინტერაქტივი დაწყებულია 241 ან 92 თქვენი შეხედულებით როგორი უნდა იყოს წყვილი წამყვანი წყვილი რომ თქვენთვის ძალიანობაში აღიქვათ აი რამე ძალზე კარგი თემა არის აქტუალური რომელიც უფრო მეტად შეეხება თვითონ რადიოს დღევანდელობასა და მომავალს რადგან რადიოში რაც უფრო საინტერესო გადაცემები იქნება მით უფრო მსმენელსაც მიიზიდავს და აი როდესაც თქვა აქ ორ წყვილზეა საუბარი და როდესაც ეგრეთ წოდებული დიალოგების რეჟიმში თუ წარიმართება ის საუბრები საინტერესო იქნება მაგრამ რა არის იცით აი როდესაც ორივე ერთმაზე მღერის და ერთაიმების საკითხი აქ უკვე არ არის ესეთნაირად თქვა მიმსიტველ და ერთ შეკითხვას აქვე შეიძლება თუ არ გათიშავთ აი როდესაც ეს
საუბარია თემაზე შეიძლება ერთმანეთთან ოპონირება რო წავიდეს მაშინ უფრო საინტერესო იქნება როდესაც სატირი აზრთა დაპირისპირება მოხდება და არა დათანხმება ერთ მოსაზრებასაც და მეორე თავის აზრსა და აქ უფრო მსჯელობა და მსმენელსაც უფრო დააფიქრებს ესეთი გადაცემა და რაც მინდოდა ესე მეთქვა აი მაგალითად ჩემთვის ძალზე საინტერესო გადაცემებია თქვა მაგალითად როდესაც აი კვირა შაბათ-კვირის გადაცემებია მაგრამ რა არის ესე აი მრავალფეროვნება აკალია და მხოლოდ ერთი აზრის თავს მოხვევა ხდება და საპირისპიროზე ზოგჯერ გადათელავენ და გადაულიან არ ახსენებენ როდესაც მეტი მსჯელობა შეიძლება წავიდეს და მეტი დიალოგი შეიძლება ინდონეზე ვერ გასცდეს სამყარო ყველაფერი შეაფასოს შეაჯეროს მაგრამ მაინც საინტერესო იქნება აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგიტყვა ჩემთვის არ შეიძლება რომ გამოვხდო თქვა ერთ-ერთ რადიოში შაბათ-კვირის გადაცემა და ერთი სომეხია და მეორე ქართველი არის გიას არმენ გასპარიანი და ისეთ საინტერესო დიალოგს აგებენ ერთმანეთში კამაჩია შედიან ყველაფერში მაგრამ დაგაჯერებენ დაგარწმუნებენ ორივე თავის აზრს და გუშინ მათგან მოვისმინე გავიგე რომ თურმე ჭრიჭინავს რუსული ვარიანტი ყოფილა და იმ რუსულ სიმღერაში იმ ფილმში რუსულად უმღერიათ ჭრიჭინას არის 1000 სიმღერები აი ესეთ რაღაც თემას წამოჭრიან და განავრცელობენ მე უფრო მიმზიდველი არის აი ესეთი მრავალფეროვნება თუ იქნება და მხოლოდ ერთი აზრზე არ მოხდა საუბარი გასაგებია თემას ყოველთვის გააჩნია რა კი თავისთავად ცხადია კიდევ ერთი მსმენელი გამარჯობა მოგესალმებით ალო გამარჯობა ალო დიახ გისმენთ ბატონო დათო დიახ მომწონს მხოლოდ თქვენი გამოსვლა და თქვენი საუბარი ალბათ ეს ის რეალიტა რომ მეც კითხულობ და მეც სხვა ქეთიზე მეც არ გითხულობ ახლა რომ მოწვეული ხავთ მაგეთ ხალბატონი ქეთევანით ურჩიეთ თქვენ რომ გადაახვიოთ თავისი გადაცემები და მოისმინოთ თქვენი საუბარიც და თავიანთი საუბარიც ამდენი უცხო სიტყვა ამდენი სისულელე ამდენი რაღაცა ეს მაგალითად უსვენდი მე სოფოსა და გიორგის თუ რა ქვია დიახ მაგრამ რაღაცაირად ვერ გავიგე ქართულად არ შეესწყვიშებოდა თუ არ მონახეთ შვილო ქართული სიტყვები მონახეთ ჩვენ სენას აქვს ძლიერი ყველაზე ძლიერი თვისება რომ თავის საკუთარ იმაზე გამოხატოს ყველაფერი რაც სათქმელია. მაპატიეთ რა. არა, პირიქით მისაღებეთ. დიდი მადლობა. მე ჩემი ქებისთვის გმადლობთ, მაგრამ რაც შეეხება, არ ვიცი, ხა ქეთის არ ჭირდება პირდაპირ ეთერში ჩემი დაცვა, მაგრამ ისე რომ იცოდეთ, ხო, ქეთის ძალიან ბევრი კითხულობს და უცხო სიტყვებსაც ვცდილობთ ხოლმე რომ შეძლების დაგვარად ქართული სიტყვებით ჩავანაცვლოთ. ისე ხაბატონო დიაგონალზე ვკითხულობ დღეში 2 წიგნს. დიდი მადლობა, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, დავით. ბატონო. დიახ. რა ის თქვენ თქვით რომ ანონსას რომ ორშაბათს იქნებაო ქართველი ქალები ისტორიაში. ორშაბათობით გქონდა ჩვენ ერთი პერიოდი. იცით რა ის იყო პარასკევის ჩანაწერი და ამიტომ გადაცემა იყო და მეორე აღარ არის? იმის გაგრძელებას გულისხმობთ თქვენ? ესე თქვით თქვენ და კი ბატონო. ჩანაწერი გამეორდა. შემდეგ ორშაბათს მოგასმენთ. კი, შემდეგ ორშაბათს იმის მეორე ნაწილს მოგასმენთ. ჩვენ ახლა ამ რეჟიმში როგორც მუშაობთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა უღმესი მადლობა. კიდევ ერთი მსმენელი და მე ანონსად თანაც უნდა გადავიდეთ ჩეკ. კი ბატონო, გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. კი, როგორ მოგესალმებით, რატო მე თქვენ სტუმრებს მივესალმები. მე არც ვარიანტი არ ვიხახები, ხლა ქეთის დასაცავად არ გამოსულოთ. ქეთი არის აი დათო და ისეთ არის საპარტნიორი, ორივე პარტნიორი არის დასაყუდელი ერთმანეთისთვის. ხო, ზუსტად. ნამდვილად დასაყუდელია. ქეთი შეიძლება დაცვა მართლა არ ჭირდება დაცვის ვიზარიყოს და არა, ქეთი არის უძლიერესი წამყვანი, უძლიერესი განათლებაზე აღარ მოხლაპარაკი. დათოც აი უძლიერესი მე სამწუხაროდ არ მაქვს მსმენელი ძალიან თქვენი სტუმრების ეთერი, მაგრამ ისეთ არის, აი მაგათაც ეხლა თქვენ ახსენეთ ესეთი მომენტი, რომ თქვა ახლობელი რეკას და აი ძალიან კარგი ხარ და ძალიან ძლიერი ხარ. ისეთ არის მეყავს მეგობარი რომელიც არის DJ რადიოში. მე საერთოდ არ მომწონს მისი არც წაყვანა, არაფერი ჩემს პირში გუთქვია კიდევაც, ჩვენი მისი პარტნიორის წაყვანა უფრო მომწონს. ისეთ არის, როდესაც ერთი შეკრა უნდა იყოს. აი გუშინ არა, გემოვნებაზე ნამდვილად არ დააუბრუნო. უბრალოდ საწყენია უწიგნურობა დააბრალო ადამიანს. რა საკვირველი, აი მე ზუსტად მაგით ვქო. ქეთი
აი არ ვიდა ხა დაგიცვა და არ ვიდა არა კაცო არ დიდი მადლობა მეთოდა დავფაროსო შენ დაცვა დამჭირდეს და მაგრამ ქალბატონო მე მინდა თქვენ მოგვაქვს რომ ქეთი არის ძალიან განათლებული და უძლიერესი და ახარუხებს არაფერს არ იზახის პირიქით ძალიან მე დიდი მადლობა არა ძალიან ბევრ სწავლობ ქეთი მე ადრეს გითხარი მე ძალიან ბევრ სწავლობ დაცვის ხანაზე ძალიან ბევრ სწავლობ შენ განათლება ერთმანეთია ჩვენ მსმენელები იმიტომ გისმენთ რომ გავიგოთ რაღაცა ახალი შევიჯგოთ რაღაცა ახალი რაც მე ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე ქეთი და შენ გავიყიდა და დათოსგან ისეთ არის სახიობები რომ გამოდიან სცენაზე როცა როლსასრულებენ ეხა დათოს არის სახიობია და იცის დათო პარტნიორი თუ არ აკავს ისეთი ძლიერი შენ ხო ერთმანეთს უნდა გაქაჩოთ აი ბოდიში და ის და მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ მადლობ დიდი მადლობა თუ შეიძლება ვიდრე ანონსთან გადავალთ საუბრობთ ერთ საუბრნიშნავ აი მსმენელი რეკავს ხშირად ჩვენს ეთერშიც ტერმინთა განმარტების თაობაზე დღევანდელი ეთერიც ახსენა ჩემი პირადი რუბრიკა ინტერფეისი რომელიც კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ რამდენადაც ჩვენ ძალა და ღონე გვაქვს და ჩვენი სტუმარიც იძლევა ამის საშუალებას ეს არის ის სფერო სადაც უამრავი უცხო ტერმინია რომლებიც ჯერ არ არის გადმოქართულებული იქიდან გამომდინარე რომ თავად თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან დიდი ხანი არ არის რაც შემოვიდა ხო ჩვენს ქვეყანაში შესაბამისად მე მესმის მათი პროტესტის განცდის მაგრამ მაშინ როდესაც შეიძლება არც წამყვანს არც სტუმარს არ ქონდეს მისი ქართული განმარტება ამ შემთხვევაში ჯობია ალბათ რაღაცებს გაგებით მოვეკიდოთ და აინათ მეცნიერები მოვიშველიოთ ვიდრე მართლა საწყენია გულწრფელად ვამბობ როდესაც მსმენელი მიზანმიმართულად სალანძღავად გირეკავს ამ დროს შენ შეიძლება საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს შენ უბრალოდ შენ აი ამ მსმენელმა ძალიან სწორად აღნიშნა რომ სწავლობს ხო რაღაცეებს როდესაც ეთერს უსმენს ჩვენს წამყვანებიც სწავლობთ ხშირ შემთხვევაში რაღაცეებს ჩვენი რესპონდენტებისგან ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ტაქტის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელს აწუხებს და უნდა აწუხებდეს კიდეც როდესაც არ არის დაცული ენის ნორმები მაგრამ აი ტექნოლოგიებზე საუბრისას ჩვენ ენათმეცნიერები ძალიან ხშირად გვყავს სტუდიაში სტუმრად და მათაც უთქვამთ რომ კი ნამდვილად არ არსებობს შესატყვისები მით უფრო რომ ძალიან სწრაფად ვითარდება თანამედროვე სამყარო და ძალიან ბევრი ახალი სიტყვის წარმოშობის აუცილებლობა ჩნდება და სამწუხაროდ ჩვენ ამ პროცესს დღეს ვერ ვეწევით ხო ეს არის აბსოლუტურად სხვა პრობლემა რომელზეც ჩემზე უფრო უკეთ საუბრობენ ის ადამიანები ის ენათმეცნიერები რომლებიც ხშირად გსტუმრობენ და ხო ჩვენც არ მოგწონს მაგრამ გვიწევს. დიდი ნიკა სოფო ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ კმარა. ჩვენი მონოპოლია. ერთი მსმენელი გველოდება და მე ანო თაკალანძე ილაპარაკებს პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. იცით რაშია საქმე? აი ტოპ 10 რას ნიშნავს? საუკეთესო 10 ალბათ 1000 არის გთარგმნება მაგრამ ეს ქართულად ითქვას. ერთი წუთით შეიძლება ჩვენ ორჯერ სპეციალურად მოვიწვიეთ ბატონი თამას კვაჭანტირაძე. ადამიანი რომელიც ძალიან იშვიათად გამოდის ახლა და იმიტომ რომ უბრალოდ დაგვღალა ამ თემამ და ჩვენ ვთქვით რომ ენა არის ცოცხალი მექანიზმი. შეიძლება ნუ განერვიულებთ ამ სიტყვების შემოსვლა. განვითარებას ენა უნდა დაემორჩილოს ტექნიკურ განვითარებას ენა ემორჩილება პროგრესს. ბატონმა თამასმა რომ სტოლმა და იმან რა ქვია კარაკოშკამ ვერაფერი დააკლო ქართულ ენაზე და დამიჯერეთ ტოპ 10 ვერაფერს ვერ დააკლო სხვა კუთხით შევინარჩუნოთ ჩვენი ენა და ქართული არსებული სიტყვები შეგვიძლია ნამდვილად ჩავანაცვლოთ და ინსპირაციის ნაცვლად შთაგონება თქვა აი ამაზე მივიღებთ შენიშვნას მაგრამ ლიფტ სამწუხაროდ და არის რაღაცები რასაც ვერ ჩავანაცვლებთ ქართულ ენაზე ჯერ არ არსებობს ამისი პრეცედენტი და თუ შეიქმნება პირველები ვიქნები დიახ კარგი დავასრულეთ ანუ თაკალანძეს მივესალმები პირდაპირ ეთერში მაქვს პატივი. გამარჯობა, მოგესალმებით. მე არ მწვენია რომ მთელი ნახევარი საათის მე ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, სადაც თქვენი ტერიტორიაა და არა უშავს. მოკლედ პარტნიორზე ვლაპარაკობ და პარტნიორის შეგრძნებაზე და ასე ამ მუშაობის სპეციფიკაზე. მოკლედ მე მგონია რომ ადამიანისთვის ცხოვრებაში ისევე როგორც ბევრი რამე ამ მნიშვნელოვანია შეიძლება იყოს მაგალითად განათლების მიღება, პიროვნული განვითარებისგან სწრაფად და შემდეგ მგონია რომ და ალბათ დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შეარჩიო პარტნიორი რომელთან ერთადაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდს შვიდად და ბედნიერად გაატარებ ხო ცხოვრებაში და მე მგონია რომ დაახლოებით ამავე დოზით არის მნიშვნელოვანი შეგვხვდეს სწორი პარტნიორი ტელევიზიაში და პირადად ჩემი გამოცდილებით თუ ვილაპარაკებთ შეიძლება ითქვას რომ მე ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ ჩემი პირველი პარტნიორი იყო სოსო კაციტაძე რომელიც ახლა არ არის აქ იმიტომ რომ თბილისში არ იმყოფება თორე სიამოვნებით ვილაპარაკებით ერთადაც
და ანუ მე როცა ვიჯექი პირველად პირდაპირ ეთერში სოსო იყო ჩემთან და მე დამეკისრავ მაშინ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა რომელიც მოიცავდა 3 საათიანი პროგრამის აყვანა სხვადასხვა თემაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუების წარმართვა და მე ვიყავი კი ნამდვილად შვიდად იმიტომ რომ სოსო იყო ჩემთან ერთად თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც რომ მიუხედავად მისი ინტელექტუალური რესურსისა მრავალწლიანი გამოცდილებისა თუ პროფესიონალიზმისა ნუ რა თქმა უნდა სოსო ასაკითაც ჩემზე დიდია და გამოცდილება ამ კუთხით საკმაოდ დიდი ქონდა მართალია ჩემ პირველი ნაბიჯები არ იყო ჟურნალისტიკაში, იმიტომ რომ აქამდე რამდენიმე წელი კორესპონდენტად მუშაობდი, თუმცა მე ვაბობ პირდაპირ ეთერში მუშაობაზე, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ, მაშინ როცა მიყვავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამა დილა პირველზე და ამას ვამბობდი, რომ მიუხედავად მისი ასეთი უნარებისა, მე არც ერთი წამით არ მიმიცია საკუთარი თავისთვის მოდუნების საშუალება. ანუ მის იმედად არასდროს არ ვიყავი პირიქით, სოსო შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ერთგვარი მოტივატორიც კი იყო იმისათვის, რომ საქმე უკეთ მეკეთები და მე დავმეგობრდით, მე კიდევ უფრო მეტად დავმეგობრდით, ახლა ძალიან ახლო მეგობრები ვართ და თავის დროზე მე მგონია რომ ეს ეთერზეც აისახებოდა ეს თანხვედრა რაღაც ღირებულებების, ფასეულობების, ზოგადად ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, იუმორი, მოკლედ ბევრი საკითხი იყო რომელიც მე და სოსოს გვაერთიანებდა და რაც მგონია რომ მაყურებლისთვისაც გარკვეულწილად გადაცემას უკეთეს ხდიდა. თუმცა აი მეც გავაგრძელებ შენსას ეს იმედად ყოფნა ერთის მხრივ კარგი გაგებით ძალიან კარგია. ცუდი გაგებით არ. ცუდი გაგებით დათული სამსახურებით არის არაფერს როგორ გაგეთებ და იმის იმედზე ხარ ეს სხვა არის მაგრამ იმედად ყოფნა არის კარგი იმიტომ რომ მე როდესაც კი მეც ვარ მზად რაღაც თემაზე სალაპარაკო თქვათ მაგრამ იმედად ყოფნა ჩემთვის ნიშნავს რომ მე ვერ გავიჭედები გამორიცხული იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ქეთია ჩემს გვერდით ხო ეს არის იმედად ყოფნა აი სიმშვიდე მოაქვს კარგ პარტნიორს ხო აი ძალიან ზუსტი სიტყვა გამოიყენა ანუ მშვიდად ხარ როცა საიმედოა პარტნიორი და იცი რომ ეყრდნობი ამა თუ იმ თემაზე და იცი როგორ რას ილაპარაკებთ ნამდვილად ძალიან მშვიდად ხარ ეთერში და ეს სიმშვიდე ყოველთვის ეთყობა ხოლმე გადაცემებს. თუმცა მე შეიძლება დავუმატებ ხა ერთ-ორ სიტყვას, ანუ რა თქმა უნდა, ყველა არ არის ოსოსნაირი და მქონია სხვანაირი გამოცდილებაც, რომელიც ასევე საინტერესოა რომ ვილაპარაკოთ ალბათ, ხო? არა ჩემი გამოცდილება, უბრალოდ ზოგადად შემიძლია ხო ყველას გვექნება თქვენ ჩემზე გამოცდილები ხართ და არ იქნება ეს თქვენთვის უცხო. მქონია ესეთი გამოცდილება, როცა მიმუშავია პირდაპირ ეთერში ადამიანთან, რომელთანაც არანაირი საერთო არ მქონდა განაცუდი ადამიანი იყო, უბრალოდ, ნუ მე და ის ადამიანი არანაირი გადაკვეთის წერტილი არ მქონდა საერთოდ არც იუმორში, არაფერში მოკლედ. რაც ჩემთვის არ იყო კომფორტის ზონა ცხადია, ხო? იმიტომ რომ მაგალითად მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო გახდეს, როცა პირობითად პირველი შემთხვევა ეს მახსენდება განათლების მინისტრი ყავდა სტუმრად და ველაპარაკებოდით აბიტურიენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, იმიტომ რომ ახლოვდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, გრანტის თემაზე, უფასო ფაკულტეტებზე და ასე შემდეგ და პარტნიორი ცდილობს რომ არამიზან მიმართულად, თუმცა არ უსმენს ყურადღებით შეიძლება. სხვაგან წაიყვანა საუბარი და ისინი დრამატურგიული ხაზი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ინტერვიუს წარმართვის დროს, გიშლის ერთი ხელის მოსმით, რაც არ არის კარგი არც მაყურებლისთვის, რომელსაც უნდა რომ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს ამ თუ იმ საკითხის შესახებ, რასაც ეძღვნება ინტერვიუ და ცხადია არც ჩემთვისაც, იმიტომ რომ მინდა რომ გამართული იყოს ეს ყველაფერი. ანუ ასეთი შემთხვევა მქონია, განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე ეს ინტერვიუს წარმართვის დროს პირადად ჩემს შემთხვევაში. და მე ნერვები გეშლება, მე ნერვები დაწყვეტილს მიყავს მთელი განცემა, რაც ალბათ არ ჯანმრთელობისთვის არის კარგი. გამიმართა ყველა პარტნიორში, სატელევიზიო პარტნიორებში გიორგი გუგუშვილი, თიკო ბერძენიშვილი, გიორგი ჩხეიძე, ნიკა ლომიძე, ძალიან სუკარგი პარტნიორები ყავდა, ადო ტატიშვილი, ნუ არაჩვეულებრივი, აი ძალიან საყვარელი, რომელსაც შეუძლია რომ იმდენი გაცინოს არა, ჩემზე აღარც არის ლაპარაკი, სანამ რამე სიტყვის ესე ვიტყვი, მე ვიტყვი. არა, დათო არის მეგობარი უკვე ათესავით. ამა ეს არც განიხილება, ნუ დათო აბსოლუტურად სხვაგან არის, ხა თანამშრომელზე გაცილებით უფრო მეტი არის. დაუნათესავდი რომ ცუდი აღარაფერი თქვას ჩემზე და. ხო, სპეციალურად. იშველა, მე ვაპირებ რაღაც ნაბიჯები. კი. ჯობია დამიჯერე. ისეთ საყვარელი არსება დედამიწაზე მომანათლი. როგორ გინდა რომ მე სიტყვა ჩამოართვა. მაინც ვახერხებ ეთერში ყავდა სტუმარი არაჩვეულებრივი საბამეტრეველი, რომელიც მუშაობს გამოლოცვების რაღაცა. ნუ როგორც ფოლკლორი გამოლოცვების ძალიან საინტერესო წიგნია და მოვიწვიეთ. ხო და დათოს უთხრა რომ შენ უნდა გამოგილოცო. ეთერში გამომილოცა. შიშებზე. შიშებზე კეთის მიმართ თუ გაქვს შიშიო.
3 დღე იმის შემდეგ არ გაჩერებულა სიტყვა. მე და ნიკას გამოლოცვა დაგჭირდება ხოლმე, ალბათ იმაზე რომ ჩვენ სულ ხშია. ეთერში ვარ და ეს თუ გვიშველის. ძალიან მნიშვნელოვანია. საყოფა ცხოვრებო საკითხია ხო, იმიტომ რომ ახლა მე რაც მედიაში ვარ, დილის გადაცემებზე მიწევს მუდმივად მუშაობა, ხო? ეს იყო ტელევიზია თუ ეს ახლა არის რადიო თუ ეს იყო ვები, ეგეთი გამოცდილებაც მქონია და აქამდე ისე იყო რომ ერთხელ ადრე ტელევიზიაში მუშაობის დროს თქვი დილით რომ მომშია თქო და ყველა მეჩხუბა რომ რის ნახევარს თუ რაღაც საათზე როგორ ხშია და მე 5 საათზე გავიღვიძე შუადღეა ჩემთვის შუა ან საღამო და მე ვეღარ ვამბობდი და მე აქ მოვედი რაღაც 1-2 კვირა ჯერ გავიცანი რაღაც და მე წამოვიკნა ხშია ხო და შენ გაიხარე სოფობდი აი შენ გაიხარე ამის ხო ძალიან პიცკარის რაღაც ეს მარტივი ხო მაგრამ რაღაც ამით ივსება წვილი და უკვე მე ვიცი რომ სოფო რაღაც თემაზე საუბრისას საწავა რა სიტყვის და ამ თვალსაზრისით როდესაც უკვე გესმის ადამიანის ეს ხო ერთი მაგალითი ასეთი უამრავი იყო კიდე რამაც გამოიწვია ის რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ახლა ერთმანეთს თან მე და იგა აღმოვჩდით სკოლელები მე აქ მუშაობის დროს გავარკვიეთ ეს ყველაფერი დაგვიმთავრებია ერთი და იგივე სკოლა კი ბატონო მე ხა ბანო რა ხან თან კარგ ფორმაშია და კარგად გამოიყურება, იმიტომ ვაძლევ უფლებას თავს რომ ეს თქვა, დილაობით ბუფეტში გახსოვდა თო, ანო შემოდიოდა 8 სუპი ეჭვი. ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდეთ, ანო უკვე სუპებს მიერთმევდა. დილაობით ხო და სოსაც სუშიო და თუ არა? სოსო ჩვენთან კიდე ძალიან ცუდი ამბავია და მოყევი და მე მე. იცი რა, ხო, კი ესე იყო რა, იმიტომ რომ ნიკამ სწორად აღნიშნა რომ ჩვენი სამუშაო დღე იწყებოდა დილის 5 საათზე, შესაბამისად, მაშინ როცა ვამთავრებდით ეთერს და ეს იყო მაშინ 10 საათი, ჩვენთვის კი შუადღე, ან ნუ კი შეიძლება რომ ითქვას საღამოს. სამხარი სადღაც. სამხარი იყო და ხშირად ვიკვეთებოდით ხოლმე მე და თო და კეთი ტელევიზიის კაფეტერიაში და თქვენ გიკვირდათ ხოლმე, იმიტომ რომ თქვენ კრუასანი ყავთ. არა, მე ჩვენ თავად გვიკვირდა, ვიკვირვებდით უბრალოდ ჩვენს ხო გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი. ასე რომ მეგობრებო, თუ სადმე თქვენთვის ძალიან ადრე ვთქვათ 10-ის ნახევარზე ახალგაღვიძებულს დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ჭამენ 4 კოტლეტს 2 გამნირს, ნუ განიკითხავთ რამე თუ მათ დილის 5 საათზე აქვს დღე დაწყებული და მათთვის გვიანი შუადღეა უკვე. ჩვენთან სხვა პრობლემაა დათოს აქ საოცარი ნებისყოფა მე არ მინახავს ადამიანი აი მაგალითად თუ მიაბ პარასკევი შაბათი კვირა მე აუცილებლად უშევად განტვირთოს ენდოკრინოლოგიურ გადაცემაზე გადავდივარ მე ვარ ხოლმე აი ესე იგი წერ ეთერში აჭარული ხაჭაპური და კითხოთ ის არა არ ჩვენ არ გინდა განტვირთვაზე დადექი სვენელები გველოდებიან ჩვენი ინტერაქტივი დღეს როგორი უნდა იყოს წყვილი წამყვანი თქვენთვის ყველაზე მეტად მისაღები გამარჯობა მოგესალმებით მოგესალმებით. მე ხმაზე ვიცანი რომ უნდა იყოს სოფო და ნიკა. ნიკა და სოფო კი. სტუდიაში კი ხმაზე ვიცანი. მართლაც აი ეს დიალოგი უფრო საინტერესოა და უფრო საინტერესოს ხდის საერთოდ რადიოსაც და ნეტა ზოგჯერ ტელევიზიასაც იყოს. მხოლოდ ობიექტის აქტუალობები. მაგრამ მე ვფიქრობ ხოლმე როცა მოდიან დილის 2 საათში უიმე მეთქი ესწავლები დილიქასი ადრე როგორ დგებიან. გამიფიქრებია ეს. ეხლა წინა გადაცემებში არ გქონდა საშუალება ნიკასთვის მიპასუხა, იყო ერთი გადაცემა მოაგონდება ალბათ. ეს ეხებოდა სწავლა განათლებას და აი რომ უნდა ჩაირიცხო უნივერსიტეტებში. მაშინ მე ვთქვი რომ ამდენი განათლებული კი არა, ამდენი დიპლომიანი, რამდენად საჭირო ეს კიდევ შესასწავლია მეთქი და სოფლები დაცარიელებულია და მიუხვს სულ ესე იგი ის რაც დამთავრდა მივანიშვილის პროგრამა სოფლებში მიწები ყანები აღარ აქვს ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება შემოდგომაზე ნიკა მერე იპასუხა რომ განათლებული ადამიანი მიწას უფრო კარგად დაამუშავებსო და ოთარანთქვრივი გამახსენდა არჩილი და კეკე მასე არ არის ეხლა მე მინდა ვთქვა რომ ის უკვე დიპლომს რომ მიიღებენ, კი აღარ ბრუნდებიან. არ ბრუნდებიან, სულ ყველაზე მდაბიო სამსახურში თანახმაურონ ასფალტზე იარონ და მათ შორის რაც ეს შეიძლება დიპლომი არ ქონდეს ადამიანზე მაინც ასფალტი უნდადეს. მე მგონი აქ დიპლომი არ არის. არა სამთავრობოები რო არის, სულ ყველა მოკალათ და იქ
გასაგებია. მადლობთ რომ დაგვირეკეთ. მეც რადგან ჩემი მისამართით ეს ძალიან მომწონს ეს პროცესი, რაც მსმენელსა და ჩვენს შორის აი ესეთ გაბაასებას გულისხმობს და ხანდახან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ხო, იმ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე, არამედ პროფესიულ განათლებაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, შემდეგ უკვე კი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის გადასაწყვეტია მისთვის უფრო მისაღები სამუშაო გარემო არის ქალაქში თუ არის სოფლად და რა თქმა უნდა დადგება ის დრო, როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ ქალაქში მუშაობას მინიმალურ ანაზღაურებაზე ურჩევნიათ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ სოფლის მეურნეობით. ამ პირველი ვარ მე. ამას რო ჭირდება და ამისი ანალიზი არსებობს სხვათა შორის და ამ დროსაც ითვლიან მეტნაკლებად, როდის შეიძლება უკვე ადამიანების ესეთი მეტნაკლებად მასიური დაბრუნება მოხდეს. ხო და ეს ბევრ ფაქტორზე არის რა თქმა უნდა დამოკიდებული. გადავუხვიეთ თემას. კი, გადავუხვიეთ, იმიტომ რომ რადგანაც ინტერესი იყო და უპასუხოთ. და მარტოობა ძნელი იყო. ეხლა კი არა. ბოლო პერიოდი რაც ხდება ეს. მე მეგონა დღევანდელ ხერზე მეკითხებოდი. ხო, ბოლო 1 წელია ისეთი გარაცემა მეყავდა, სადაც მარტო ვიყავი, მაგრამ გარაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ რომ ეს იყო გათამაშება ვიქტორინა. დიდად რომ გითხრათ რომ მქონდა პარტნიორის მოთხოვნილება, ასე ვერ გეტყვით. ეს რო ყოფილიყო მაგალითად დილის ან შუადღის პროგრამა, როგორც წესი, რომელიც არ მიყავს ხოლმე, ხო, მარტო ადამიანს, მაშინ უფრო გამიჭირდებოდა, თორე ამ შემთხვევაში ვერ ვიგრძენი, სოსოკი მენატრებოდა, თუმცა არა როგორც სატელევიზიო პარტნიორი. ერთხელ მე მიმიწვია და მთელი წელი იყო მე, მართლა წლის ბოლოს იყო, მაგრამ მაინც. ფათაშორის, აი, ეს ძალიან კარგი დეტალია. მე გადავწყვეტეთ, რომ სტუმრებიც ყოლოდა რამდენიმე გადაცემა, ერთ-ერთი სტუმარი იყო დათო, რომელიც საუბრობდა რადიოს დღესთან დაკავშირებით, რადიოს სპეციფიკაზე და ასე შემდეგ. რა წესი მე რატო არ დამპატივით დათო? ესე არის იმ სტუდიაში ორი ადამიანი ეტეოდა, მესამე აღარ ეტეოდა. მესამე აღარ ეტეოდა, ხო, მაგრამ მე შეიძლება სიტყვა გაჩნდეს, რატო მაინც და მაინც დათო და არა მე. ხო, მასე არ მაქვს. გენდერული თანასწორობისთვის კარგია. კი, ხო, ანუ ჯობზობას გამოგიყვანეს პროცესი. როგორ გამო ესე იცის ხოლმე. მაშინ მეორე კითხვა, თუ გენდერულ თანასწორობაზე მივდივართ, რატომ დათო და არა მე? ინტრიგანია ეს ბიჭი. ინტრიგანია ეს. ფათაშორის ერთხელ დაგვირეკა ძალიან საყვარელი. არ გეცალა. გურულმა ადამიანმა გურიდან უკარგესი კაცი იყო, აი უკარგესი, რომელიც მოვიკითხავთ, მე მგონი გვისმენს ახლა. თუ გვისმენ, რომელიც გვისმენდა და არასდროს არ გვეყურებდა. ერთხელ თქვა რომ ჩავთე და გიყურეთო. რა ლამაზი გოგო ყოფილა ეს კეთი და კეთი რა ლამაზი ყოფილ ხარ და აქო კეთი ჩემს არაფერს არ ამას ჩემთვის ზოგადად უცბად ისე დათოც кайსალიდნია ომე და გული აღარ დამწყვიტა ასეთი კომპლიმენტი მივიღე მსმენელები გველოდებიან როგორია თქვენთვის წამყვანი ერთობლიობაში იდეალური წყვილი გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა ძალიან მომწონს სოფო და ნიკალობილაძე, ასევე კეთი და დათო. დათო, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ გყავდათ ერთ დროს კარაოკე, შაბათის შოუში, გასწავლთ? შაბათის. მარიკო დაიწყოს მოწეული. მარიკო? პიკის საათის შაბათის ფორმატზე იყო. პიკის საათის შაბათის ფორმატი. კი, რადიოში. კი, მახსოვს. კარაოკე ხონდა. ცოტა კარაოკე არის ყოველ სტუმარი მღეროდა ხოლმე ცოცხალ ეთერში მინუს ფონოგრამაზე. ხომ არ აპირებს, კიდე მომახასაგდემდიდა. არ ვიცი, რა ვიცი, თუ ძალიან გინდათ ვიფიქრებთ. მოვიწვევთ ერთხელ მარიკო. ერთი დღე. დიახ, კი ბატონო, კარგია რომ გაიხსენეთ. ერთი დღე ვამღეროთ. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, გამარჯობა. უნდა დავაყენებინო რა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა დილამშვიდობის. გამარჯობა. ძირფასებო 4-ვე პიკელები ბრძანდებით რომ გითხრათ სიმართლე. ახლა თუმცა კი შეიცვალეთ კეთი და დათო თქვენი გადაცემის ფორმატი, მაგრამ მე თავიდან გაგიჩანით სწორედ პიკის საათიდან და დიდი მადლობა. თვანებული და მადლობელი ვარ თქვენის ყველას და მივესალმებით თქვენ სტუმრებს, ჩვენ სოფოსა და რომლებიც ყველაზე გადაცემა ჩემთვის ყველა გადაცემა მისაღებია საზოგადოებრივი რადიოს, მაგრამ ისე კარგად კითხულობენ ამ პრესას, ისე საინტერესოდ. ერთხელ თხოვე რომ ჩქარა არ ილაპარაკოთ მეთქი და მართლა ისე გასაგებად მეტყველად ჩემეთყველად გაზეთების კითხვა აღარ მჭირდება უკვე ისე ამომწურავად
ერთვებიან და რა ყველა გაზეთი მით უმეტეს ორშაბათს რამოდენა ფორმატია ყველა გაზეთებია და განსაკუთრებით სოფოს მადლობა უნდა უთხრა და ნიკას იმაში რომ პარასკევს ლიტერატურულ გაზეთსაც კი გვაცნობენ ასე რომ უღრმესი მადლობა თქვენ აი ამ პრესის გაცნობისათვის და საერთოდ გადაცემებისათვის მადლობა რომ გვისმენთ. ხო, აი ასეთი მსმენელების ზარები და ასეთი გულწრფელი ემოციები არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ვაკეთოთ კარგი გადაცემა, ისეთი როგორც მათ მოსწონთ და ხო, ნუ კრიტიკას რა თქმა უნდა ვიღებთ. ეხლა გამახსენდა ხო რაღაცა კურიოზები ხდება. ანოს დაემართა ყველაზე მეტი. ხედაეცა თავში მახსოვს პირდაპირ ეთერში. კი. ეხლა მითხარი რა. ხო და მე რა იგრძენი. აი, შეგრძნება იყო ენით აღუწერელი, იმიტომ რომ ესე ვლაპარაკობ ჩემთვის და უცებ არ ვიცი რა მანქანებით მოხდა ეს პირდაპირ ეთერში ჩვენ. მე ვიცი უყურ შემეხედავდი. დეკორატიული ხე იყო პირდაპირ ეთერში. არ ვიცოდი რა შემჩნევა შეიძლებოდა რომ ქონოდა. ალბათ უფრო მართებული იქნებოდა თუ მეც გავიცინებდი და ვიტყოდი რომ ეს რა დამემართა. თუმცა იმდენად დავიძებე და ყურშიც პროდიუსერი იმდენად ისეთი პანიკური მდგომარეობა შეიქმნა რომ პირდაპირ გავაგრძელე გარაცემის აყვანა ისე რომ ეს არ შემჩნევია. მე ეს არ მომეწორა ჩანაწერს რომ უყურე. ჯობდა რომ ალბათ შემემჩნია. ცოტა შეგემჩნდა, მაგრამ არ ვიმჩნევ ახლა მე ესეთი იყო. გავიღიმე ესე, მაგრამ შეიძლება და უფრო მეტად მეცინა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მეცინებოდა და არ უნდა შემეკავებინა ალბათ ეს ემოცია, თუმცა კი, თან ის პერიოდი იყო, ხეები ძალიან მოდაში იყო სასაუბროდ. კი, მაგრამ თავის მეხი წავიდა ისე. რა უფრო მტკივნეული იქნებოდა ის, რომ თავში დეკორატიული ხე გეცემა თუ აი ამ მიკროფონში ვარ გაჭედილი ჩემი თმით და დამიჯერე რომ ესე ძალიან სიმართლეა. აი პარტნიორი შეიძლება იყოს კარგი. და შეძლებს დაგვარად. არ არსებობს ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ ხანდახან არის ხოლმე როდესაც გამოვლად რაღაცა სასაცილო სიტუაციაა და უბრალოდ როგორც ადამიანს კი არ გეცინება ბჟირდები პირდაპირ გაგებით. ამ დროს ორივე ბჟირდება, მაგრამ ერთს მეტი გამძლეობა აქვს. შესაბამისად იღებს თავის თავზე, ხო? აი ეს მომენტი უფრო ნიკას დაემართა და მე გადმომედობ, საუბრობდით ტომას კუკზე, რომელმაც პირველი ტურისტული სააგენტო გახსნა და ნიკა უცებ დაიწყო რაღაცაზე სიცილი და მე მიკროფონი რო გამოვთეთ რა შეაქო საქმე, წარმოვიდგინეო რომ ტომას კუქსო მიყავსო თავისი მგზავრებიო და სადღაც პერევალზე ბჭყალებში გააჩერებინ. საჭმელად და ნუ რა თქმა უნდა მიკროფონის გახსნა უკვე ფიზიკურად ვეღარ შევძველით, იმიტომ რომ ეს სიცილი მეც გადმომედა და. ხო, აქ ვიცი რა არის ზოგადად არ ვთვლი რომ რაღაც ისეთი საოცარი იუმორი მაქვს. რაღაცები ხანდახან ესე გაჩერებული საათი რომ ორჯერ დღეში სწორ დროს აჩვენებს რაღაცები ხანდახან ხო და რაღაც სოფოს უფრო ხშირად მოსწონს ჩემი იუმორი ვიდრე მე თვითონ ჩემი იუმორი და ამიტომ არის ისეთი სიტუაცია როცა მგონი რომ განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ და ამ დროს სოფო იქ ჩაკეცილია მაგალითად იცინის და ამ დროს იცი რა არის რომ აი ვთქვათ არის თემები რომლისთვისაც რომელშიც სოფო უფრო კარგად ერკვევა მე ნაკლებად არის პირიქით ხო ბუნებრივია და იმ თემებში როდესაც რომელშიც სოფო უკეთ ერკვევა როდესაც კარგავ გარკვეული დროით სიცილის გამო იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ახერხებს ლაპარაკს ცოტა არ იყოს აი მაგ დროს სიმშვიდეს კარგავ მე ხვდები რომ რაღაც ისე არ უნდა თქვა და საბოლოოდ მიდიხარ იმ ბალანსამდე რაც უნდა გავიხსენებ თუ შეიძლება აი როდესაც შეიძლება დათური სამსახური გაგიწიოს სიმშვიდემ რომ ეს არის ბუნებრივია ერთ სასაცილო ამბავს მოვყვები ნიკა ალბათ მომცემს ამის უფლებას რაღაც თემაზე ტურიზმზე ვლაპარაკობ, ნუ ხა ექსპერტი არ ვარ ამ თემაზე, მაგრამ რაღაც მოძიებული მაქვს მასალა, ვლაპარაკობ და ახლობით გავიდა 1-3-4 წუთი და ნიკა არ მერთვება საუბარში და მოვიხედე გვერდზე და რაღაცნაირად ფლებს მიკროფონს. ესე ხელი გავკარი, რომ მეთქი გამოფხიზდეს და თურმე აი ალბათ კარგი პარტნიორის იმედი კიდე რატომაც უნდა კონდეს, კი მართალია თვლემდა, მაგრამ მაინც ანუ გისმენს აზროვნებს ის ამ შემთხვევაში და უცებ გაახილეთ. დიახ, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. არა, მართლა ძალიან კომპლექსური საკითხი იყო. მთის კანონს ეხებოდა, მახსოვს რა და მოვიწყებს. ხო, ეს არის დილის გადაცემის. რა კარგი ფრაზა მასწავლე, უნივერსალური. აი, მითხარი სიტუაცია, სადაც ეგ ფრაზა იქნება უადგილო, გამორიცხულია. როგორც კი გამიჭირდება იმ წუთში დავიწყებ ესე. ჩაძინებული არა, იცი რა არის ხო? აქ ვინც ხედავთ, შეიძლება მაყურებლისთვის, მსმენელისთვის ცოტა ის იყოს, რა ქვია, გაუგებარი, მაგრამ დილის გადაცემა ყველა საუყვარლია და მით უფრო ეს არის ჩვენგან. ეს არის
ამიტომ მით უფრო ერთ სეზონზე როცა გრძელდება რაღაც მარათონია, ხო? მე მაქვს ჩემი ჩავარდნის პერიოდი, ეს არის სადღაც აპრილის თვეში. შეუცვლელად ვიყვავდა. ჩვენ შეუცვლელად ვიყავით ყოველ დღე ვიყავით ეთერში. ყოველ დღე ვიყავით ეთერში. ხო, და ეს ძალიან დიდ გარდა იმისა, რომ შრომასთან არის დაკავშირებული ბუნებრივია რა არ არის შრომასთან დაკავშირებული, ხო? ხო, აი ეს არის ზუსტად დასტური იმის, რომ მიკროფონის გახსნა და საუბარი არ არის მხოლოდ ამ სტუდიაში ჯდომა, გარდა იმისა, რომ მართლა ვემზადებით თემებზე სამუშაოდ. ამ ითვალისწინებ პლუს ამას რესპონდენტების განწყობას, ხასიათს, მათ თავისებურებებს და ეს ყველაფერი ძალიან დიდი სტრესია რეალურად. მხოლოდ ადრე ადგომაზეც არ არის, ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც გვაგრძნობინებს თავს ხანდახან მძინარე მდგომარეობაში. ჩვენი გადაცემა დასასრულს კი უახლოვდება, მაგრამ ნიკას დავამჯდობებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში იმყოფება. დიდი მადლობა. მას ჩვენ 2 წუთი კიდე გავაგრძელებთ. ნიკა, დიდი მადლობა. ნიკუშა ლობილაძე. დიდი მადლობა, წარმატებები. შენ ძალიან ჩემი ფავორიტია, ნიკა ერთ-ერთი ამ. სხვათა შორის ჯაზში ერკვევა არაჩვეულებრივად ამ თემაზე თუ გექნებათ გადაცემა, შეგიძლიათ სტუმრად მოიპატეჟოთ. იცი რა არის ამ რადიოში ტექნოლოგიები მისი ძლიერი მხარეა. ხო, ამ რადიოში და ზოგადად ამ მოუწყებელში არიან ადამიანები, ვისგანაც ვისწავლე და ამიტომ ისინი უფრო კომპეტენტურები არიან. შაბათკვირის ბიჭებზე ხომ არ ამბობ? შაბათკვირის ბიჭებიც არიან და კიდე ერთი წვილი არის. სწორედ მათზე ვსაუბრობ, რომელთაგანაც მე მგონი მეც და მუსიკის ბევრ მოყვარულს, არა მხოლოდ ჯაზის მოყვარულებს ძალიან ბევრი აქვს ნასწავლი და ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ამბობენ, თუ ამბობდნენ და არ ვიცი როგორ არის, იმედია რომ ამბობენ და იტყვიან კიდევ ძალიან ბევრს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნიკა ლობილაძეს მშვიდობებით და გავაგრძელოთ ჩვენ ამ წუთი კიდევ გვაქვს. ხო, გაშიშვაზე გამახსენდა უკვე ბოლო ძალებით, უკვე შუა დღეში გადავდივარ და მართლა ბოლო ძალები, მაგ აი პერიოდულად მემართებოდა რომ გავდიოდი საკუთარი სხეულიდან და სტუმრებს და სტუდიას უყურებ 2 წლიანი მარათონი შედეგად და ერთხელ მახსოვს მეცნიერი ყავს მოწვეული, რომელიც ოზონის ხვრელზე საუბრობს და აი არასდროს არ დამეწყო. მე აბსოლუტური ბეცი ვარ ტექნოლოგიებში და აი მსგავს რაღაცეებში, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენი მსმენელი ჩემზე ბევრად უფრო საყვარელი და ბევრად უფრო ჩაუხედავ ამ საკითხს და გვეკითხება ესეთ შეკითხვას. ერთი მინდა დამშვიდდე, ახალგაზრდა გოგონა იყო ალბათ, ნუ მაშინ ჩემხელა. ისა ძალიან მაინტერესებს. ჩვენი ოზონის ხვრელი გვაქვს თუ ამერიკელებთან ვიყავთ. მაშინ შეიძლება ვიქნებიან და ისინი მიხვდათ რომ ჩვენების იმედი არ მაქვს. აი აბსოლუტურად გავითიშეთ ორივე. წარმოიდგინე, ვერ ჩავისო. ყველას თავის ოზონის ხვრელი გააჩნია წარმოიდგინე. ყველას თავის ოზონის ხვრელი. თავისი წილი. ანუ ესე კიდევ შენ რა უნდა მიპასუხო? იცი რა ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. აი სად გამოგადგა. შენ და სოსოს არ ეძინებოდა? სოსოს არ ეძინებოდა, ერთ-ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა სოსო და თუთა იყვნენ მაშინ ეთერში, თუთა ჩვენი ძალიან საყვარელი წამყვანი. ხო და ნუ სოსოს და თუთას ერთდროულად ჩაეძინათ. მოხდა ასეთ სასწაული, სავარაუდოდ წინაღამის ერთობოდნენ სადღაც და ამიტომ ეთერამდე ვიყვები შენ ეთერში კი არა. და პროდიუსერი უკვე საგრიმეროში შედის ვერც ერთ წამყვანს ვერ ხედავს, არის სრული პანიკა, დარეკვა ვერ გააგვიძეს და პროდიუსერი სად დაიდინეთ კი მარა? არა, ნუ თუთა თავის სახში იყო სოსო თავის სახში. სახლში ჩაეძინა. გინებოდა სტუდიაში ჩაეძინა. უბრალოდ ეთერი იწყებოდა, თან გაგრიმა მოწესრიგება ხო გჭირდება ეთერამდე და ვერ ასწრებდნენ. მე როგორც იქნა სოსო, უბრალოდ თუთამ გაიღვიძა და თუთამ ვერ გააგვიძა ტელეფონით სოსო, მივიდა სახლში ავიდა და აი ესე მოხერხდა სოსოს მოყვანა ეთერში. კი, მე მახსოვს ეს დღე, როდესაც მოვედი, თუთას მანქანა კიბეებზე ეყენა, ზემოთ ასულიყო და წვილი ქონდა შეყოფილი ფორიაში პირდაპირ შევიდა მანქანი. ხო, საყვარელი იყო განსაკუთრებით მე ვიზერას ვამბობ, მაგრამ მანქანის დაყენება იცოდა საოცრებას. თუ ასე აგვიანებდა აბარასიზამდე. არა, ესე იგი თელ ტელევიზიაში მილიონი ადგილი რო იყო დილოს, აი ერთი 7 მანქანის ადგილი ეჭირა ხოლმე თუთას ერთი ბეწო მანქანა. ძალიან საყვარელი იყო ნამდვილად არის და წარმატებებს უსწრებს. მე მოკლედ გვაქვს ძალიან დიდი იმედი რომ თქვენ აი რამდენი ზარი იყო დღეს გამიხარდა ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გვირეკავთ და აი ასე მხარს გვიჭერთ ხოლმე და ჩვენც შეძლების დაგვარად შევეცდებით ხოლმე იყო ის საინტერესო მოსაზრებები ოპონირება ხანდახან მე და კეთიც არ ვირიდებით ხოლმე აზრთა ოპონირებას თუ მაინც ძირითადად საერთო ღირებულებებში ერთმანეთს ვეთანხმებით მაგრამ ხანდახან რაღაცას ვკამათობთ ხოლმე კი კი შეხედულები რაღაც თემაზე შეიძლება გენდერზე განსაკუთრებით ხალი ხუხნაში ვიცი იყო
და თქვა რომ მე მინდა ცოლი მყოდეს რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებსო. არა, ეს პირობით ავთქვი გაჩერდე. სხვა სიტუაციაში თქვი ეგ ქეთი მესე გადათარგმნა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგია სახუმაროა. კი, შემიერია. ცხადია ზუსტად ვიცი როგორ რა თავისთავად თქვი რა თქმა უნდა, მაგრამ იუმორი და ბულინგი ისთვის არსებობს. ხო, ბულინგი იგივე ჩაგვრა. ვიცოდი რომ ამაზე გააკეთებდი ეგ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. მობრძანებისთვის. ანუს გვარი შენთქვი და ჩემ გვარსაც ძლივს. თაკალანძე. მე ვიტყვი როგორ? თაკალანძე. სწორი. არა, მე არ მეშლებ თავიდან, ნუ ეს შენ რომ გამაცნეს შენ თავი ვივარჯი შეწინა დღეს, რამდენჯერმე გამოვთქვი ეს კარგად რომ არ შევრცხე მეთქი, იმიტომ რომ პირველად გავიგე, ანუ შენი რო გაგიცანი, შენი გვარი მაშინ პირველად გავიგე და თაკალანძე. შენ გვარიც ძალიან რთულად ჟღერს. შენი ულამაზესი წამყვანი და მეორე ულამაზესი წამყვანი სოფო გოდუაძე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ბევრი წარმატება და ძალიან მშია სოფო უნდა გავა. დიდი მადლობა ყველას. თაკედან ერთად. დიდი მადლობა და წარმატებები თქვენს. დიდი მადლობა ჩვენს ფენას, რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ჩვენ პირდაპირ ეთერები გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პერიოდში ის რაც თქვათ წინაკვირაში გამეორდა, შევეცდებით იმის მეორე ნაწილი, რადგან თქვენი ინტერესი იყო იქ თორშებაც გავიმეოროთ ასევე და აქედან გამომდინარე პერიოდულად მოგაწვით ხოლმე კონკრეტულ გეგმას, როდის იქნება ხოლმე გამეორება, ჯერ პირდაპირ ეთერში ვარ, ჯერ არ იქნება იმდენი გამეორება, მაგრამ ჩვენ თქვენთან ვართ FM 100-ს და 4-ს მოკლედ. დიდი მადლობა ყველას.